საკმაოდ ხმაურიანი კვირის დასაწყისში და დამაინტრიგებელი კვირის მეორე დღეს ჩვენ ბევრ საინტერესო კითხვაზე უნდა მოვისმინოთ პასუხები. პირველი, ვინც მაყურებლის პირისპირ წარსდგება, არის ნიკა მელია, რომელიც გვერდება პირდაპირ ეთერში. საღამო მშვიდობის ბატონო ნიკა, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ბატონო ნიკა, გესმით ჩემი ხმა? მადლობა თქვენ. კი, მესმის. ბატონო ნიკა, კვირა დასრულდა და დასრულდა აქციებიც, ალბათ შესაძლოა ეს დროებით, თუმცა ფაქტია, რომ კვირის დასაწყისში ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ზაზა სარალიძემ დაიწყო თანამშრომლობა იმ საგამოძიებო კომისიასთან, რომელშიც მონაწილეობაზე თქვენმა პარტიამ უარი თქვა. შეგიძლიათ თუ არა გითხრათ, როგორია ნაციონალური მოძრაობის სამოქმედო გეგმა? რა იქნება ხვალდაზე? კი არა, გეტყვით ახლა მოგესალმებით, ყველასი მოვალეობაა რა, ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ახლა ვიდრე ჩვენ საუბრობთ, ყველა დაკავებული, რომელიც 30 საათის განმავლობაში ხავთ დაკავებული და საქალაქო სასამართლოში ხავთ, აბსოლუტურად უმიზეზოდ ყველა ადამიანს უსჯიან პატიმრობას. ყველა ადამიანს. აბსოლუტურად უმოტივაციო, როდესაც სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ეკითხებიან ადვოკატები თუ რის საფუძველზე ითხოვთ პატიმრობას. არ გაინტერესებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია რა არის? თითქოს მათ გადაკეთეს გზის სავალი ნაწილი. და პასუხად, როდესაც ყვავისმის შეკითხვა დამატებითი ადვოკატების მხრიდან, ერთი დამადასტურებელი კადრი გვაჩვენეთ, სადაც გზა გადაიკეტა, ეს კადრები არ არსებობს და მიუხედავად ამისა პატიმრობაზე უსჯიან. ამაზე უნდა ვისაუბროთ, ეხლა რაც ხდება. ყველა ოპოზიციური პარტია ეხლა გაცდა, დიახაც გაცილებით შორს წავიდა ქართული ოცნება. ერთი კადრიც არ არსებობს, ხახნო იმის დაინახეთ, მე პირადად როგორ დამაკავეს, ხო და მე რა ცინიკური განცხადებები, ასე ვთქვათ, გააკეთა ქართულმა ოცნებამ, თურმე განმარიდეს. და კადრები რომ არ ყოფილიყო, ალბათ შეიძლება პირველი კითხვა ეს დაგესვათ და გეკითხათ, რომ ელია შეხარ მატყუ არა. არ გაგიჭირდებოდათ თქვენ. აი ეხლა საქალაქო სასამართლოში მაპატიეთ ერთი წუთით, არა. არა, უკაცრავად, გასაგებია რომ არ გამიჭირდებოდათ, თუ ფაქტი იქნებოდა. საქალაქო სასამართლოში რას აპირებთ, გითხარით? რას ვაპირებთ და ბრძოლას, ჩემო მეგობარო, ბოლომდე, სანამ კვლელები და კვლელების მფარველები არ იქნებიან დასჯილები და ეს კვლელების მფარველები და კვლელები იდენტიფიცირებულნი არიან. სახელებით და გვარებით ვიცით, ყველანი. აბსოლუტურად თემა საზოგადოება. კიდევ დარჩა სივრცე იმისათვის, რომ ამ საკითხის გარშემო კითხვა დასვათ, მაგრამ დანაშაულზე შადიან. ეხლა რაც ახლა საქალაქო სასამართლოში ხდება, ხახნო. რასაც მოსამართლე ყანჩაველი აკეთებს, ერთი კადრი არ არსებობს. სამაგიეროდ არსებობს ვრცელი მასალა, მაგალითად, 3 დღის წინ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა როგორ დააკავეს ფაქტზე სუსის თანამშრომელი მთელი ტექნიკური აღჭურვილობით სენაკში და თქვენ ეს კადრები ნანახი და საზოგადოებამ ნახა, მაგრამ ნული რეაქცია. ერთი კადრი არ არსებობს, ახლა გზის სავალ ნაწილზე კი არა, ფეხით სავალ ნაწილზე ვიყავით და ყველანი გაგვიტაცეს დაახლოებით 30 კაცამდეა დაკავებული. და დღეს არიან საქალაქო სასამართლოში. ეხლა და პატიმრობას ზვიად კუპრავა, რისთვის დააპატიმრეს 14 დღით, ხო ვერ მეტყვით. ეს ადამიანები დღეების განმავლობაში იყვნენ ბატონი მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძეს გვერდში მხარს უჭერდნენ. და ნაცვლად იმისა, რომ კვლელების მფარველები დააკავონ, რომლებიც ეხლა მაღალი ალბათობით ჩვენ გვისმენენ, აკავებენ ადამიანებს, ვინც ხარში უდგას შვილმოკლულ მამებს და დიახაც ყველა უკლები, არა მხოლოდ კვლელი და კვლელების მფარველები, აი ეს ადამიანები გახარიამდე, ქალბატონი წულუკიანამდე, რომელიც მრავალტალღიან თურმე რეფორმებს ატარებდა. მოიკითხეთ ეხლა რა ხდება, ეხლა როგორც კი ჩართვა დამთავრდება, მე მივიდოდი საქალაქო სასამართლოში. ბატონიკა. შესაძლებელია რომ ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინოს ბრალდების მხარებ, არც ერთი მტკიცებულება არ არის ხალხო. ყველა პრაქტიკულად სამხრე კამერა გამოთვლილი ქონდა. სასამართლოში რაც ხდება, ბუნებრივია ჩვენც მოვიკითხავთ და დამატებით ინფორმაციას მივაწვდით. საზოგადოებას ამაზე არის გაკეთდა, ეხლა ვიდე თქვენ როგორია თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი, ვისაუბროთ ამაზე. დიახ. გეუბნები პოლიტიკური დღის წესრიგი ისეთივეა, როგორიც თქვენიც უნდა იყოს. ყველა ღირსეული ადამიანის ვიბრძოლოთ ბოლომდე კვლელებისა და კვლელების მფარველების დასაჯელად. ეს არის დიახაც პოლიტიკური დღის წესრიგი. ეს არის ყველა ღირსეული და ის კეკლუცობა და ეს იწლობიწლო იცით რა რომ აი პარტიულია და ასე შემდეგ პოლიტიკური პროცესია დიახაც ოდესაც კვლელებს არ ჟიან და კვლელების მფარველებს აბა თავრობის გადადგომა არის თუ არა ისე თქვენი მთავარი მოთხოვნა მათ შორის ჩემი მხრიდან დავინახეთ რა არის მთავარი მოთხოვნა ბაპატიეთ რა მკითხეთ მთავარი მოთხოვნა რჩება თუ არა ისე რომ გადადგეს მთავრობა
ყლელები და ყლელების ფარველები უნდა დაისაჯონ, ხო? ამაზე კითხვა არც თვეპირადად გავთ კითხვა? მე მაინტერესებს ვინ მოკლა სარალიძე, ვინ მოკლა, ეს მაინტერესებს და ამაზე ვიქო პასუხს. ფარველების დაჟას, ეხლა ამას თხოვთ დამასრულებინოთ. დასრულებთ. ხო, ჩემი მოსაზრება გაინტერესებს. ყლელებისა და ყლელების ფარველები თუ არ დასაჯა მთავრობა, დიახაც მთავრობა იძულებული გახდება გადადგეს. დიახაც მთავრობა ხედავთ არათუ სჯის უპირისპირდება საზოგადოების სინაცვლეს და სჯის იმ ადამიანებს, ვინც ითხოვს ყლელების დაჟას. აი ხა სანამ თქვენთან ჩავერთვებოდი, ეს იქნება, ეს არის ძალიან სკანდალური ფირი, რომელიც გავრცელდა ხა სოცქსელში. ერთ-ერთი მარნეულის მკვიდრი, რომელმაც ზაზა სარალიძეს ხარდასაჭერად აქციაში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ამხელდა ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ქართული ოცნებიდან ძალდატანებით ჩააწერიეს 2 დღის თავზე საპასუხო დამატებითი ვიდეო, მოაშარდიეს აგინებინეს მთელი ოპოზიციური პარტია და შარდი წაასმევიეს სახეზე და ეს ყველაფერი არის აღბეჭდილი აი აქ. აი ამ ვიდეო მასალაში. როგორ არა ბატონონიკა არ უნდა ხართო წარმოუდგენელი რამ ხდება. ეს ხდება დიახაც 2018 წელს და ძალიან ვთხოვთ მოეშვით საუბარი იმაზე თითქოს სამწუხაროდ მე არ მესმის თქვენი ხმა ბატონიკა ტექნიკური წუნია თუ არ ვწდები თხოვ რეჟისორს იქნებ. ეხა მესმის ეთერში ისმის თუ არ ვწდები სტუდიაში იყო პრობლემა. დიახ დაასრულეთ და მინდა რომ კითხვა დავსვა. გავიმეორებ მაშინ თქვენ გასაგონად. თუ შეიძლება ეხლა გავრცელდა 1 საათის წინ სკანდალური ვიდეო მასალა რომელიც მეტყველებს რაზე რამდენიმე დღის წინ მარნეულის მკვიდრი მოქალაქე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ფარგლებში მან გამოთქვა რამდენიმე მოსაზრება კრიტიკული ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის ქართული ოცნების ორგანიზაციის თავმჯდომარის მიმართ. ამ ადამიანს 2 დღეში აკავებენ ძალდატანებით ჩააწერინეს ვიდეო სელფი, ანუ თავად ვიდეო სელფს იღებს, პირდაპირ და უღებენ როგორ იღებს, მოაშარდინეს და მე საკუთარი შარდი წაასმევიეს სახეზე და აგინებიეს ოპოზიციური პარტიები და ხოტბა ასხმევიეს ქართულ ოცნებას. აი ეს არის სახე, ჩემო მეგობარო, ქართული ოცნების დღევანდელი და ის არის სახე, რაც დღეს საქალაქო სასამართლოში ხდება. აღარ ვსაუბრობ ჩემზე ბატონიკა, გავიგეთ, რაზეც საუბრობთ, გავიგეთ. თავიმა გადადებული ამ ბრძოლისთვის, მათ შორის თქვენთვისაც და ყველა ღირსეულ ოპოზიციური პარტიის და ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ყველა ის რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ვინც იტყვის, იცით, იმიტომ და ამიტომ პირდაპირ არც მეტი და არც ნაკლები არის უნამუსო. ვინც გამოდის და ამბობს, იცით რა, ბატონი მაჩა, დიახაც, ვიბრძვით და ბოლომდე ვიბრძოლებთ. თქვენ ამბობთ, რომ ყველები უნდა დაისაჯოს. ბატონიკა, თქვენ ამბობთ, რომ უნდა დაისაჯოს ყველა მკვლელი და ვინც ამ მკვლელებს მფარველობდა. ფიქრობთ ამას? თქვენ ამას რა თქმა უნდა ვფიქრობთ, მაგრამ მე კითხვა მაქვს. ზაზა სარალიძე, რომელიც ჩაერთო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში. დღევანდელი გადასახედიდან არ ფიქრობთ, რომ თქვენც უნდა ჩართულიყავით ამ პროცესში? მომისმინეთ, არ უნდა ჩართულიყავით, რომ არა საპროტესტო აქციების საგამოძიებო კომისია არ შეიქმნებოდა. მე პირადად სკეპტიკურად ვარ განწყობილი საგამოძიებო კომისიის მიმართ, რომ ოღონდ რამე დადგინდეს იქ. ოღონდ რამე დადგინდეს, თორე როგორ შეიძლება მეწუნოს პირიქით. ყველას ვალია, მაგრამ ნუ კეკლუცობენ და ნუ ამონათებენ იმ ადამიანებს, რომ თურმე იცით რა, ოპოზიციური სხვადასხვა შეხედულებები მიგავს. რა შუაშია, ვისა შეხედულებაა, ხახნო? კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოველთვის ვიდექი, მაშინაც, როდესაც პოლიტიკაში არ ვიყავი, მაშინაც, როდესაც საერთოდ ხელისუფლებაში სხვა პარტია იყო, ხო? და ვაპროტესტებდი ზუსტად იმას, რასაც ვაპროტესტებ დღეს. და ეს არის დიახაც ქართული ოცნების სახე დღეს რაც ხდება, ხახნო? რითია ეს კადრები ნაკლები ბედუკაძეს მიერ გადაღებული და მე ქართული ოცნებია, მოვიკითხავთ და დავინტერესდებით კიდეც. ბატონიკა, რითი გამოდის ქართული ოცნების ხელისუფალი წარმომადგენლები და იმდენად კადრიერ განცხადებას, ნუ გავიცინო თუ აღშფოთდე მართლა აღარ ვიცი, თურმე განმარიდეს მე. და მეგობრები და ადამიანები, ვინც ჩემს გვერდით იდგნენ, ნაწილს ვიცნობდი მეგობრებს, ნაწილს საერთოდ არ ვიცნობდი, ყველა დააკავეს. და თურმე დაკავება არ ყოფილა ეს ბელიასი განმარიდეთო. 10 კაცმა ჩამტენა მანქანაში შემაგდეს, მერე წამიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში. გადმომიყვანეს შენობაში შევყავდით, მერე ისევ ჩამსვეს, მერე მანქანაში მყოფს, ხელბორკილები დამოდეს, მერე გადმოვედი, მერე დეპუტატი ხართო მართა თქვენ. და ვითომ არ იცოდნენ. 20 წამში მოხსნეს მერე ხელბორკილები და ყველა ის ადამიანი,
ვინც ჩემს გამო კი არა ზაზას არალით აი საპროტესტო აქციაზე აქტიურად იყო ჩართული, ყველა დააკავეს და უბრალოდ არ აქვს დამამტკიცებელი არც ერთი მტკიცებულება არ აქვს. ხო, რატომ გვიკვირს ძალიან ხო, რატომ გვიკვირს ქვეყანაში სადაც ადამიანს თავზე ჩამოაცვეს მუხთარლის, ბოდიში, მუხთარლის თავზე ჩამოაცვეს ტომარა, გადააგდეს სხვა სახელმწიფოში ყველა ასივე კამერა წაშალეს. და ეს არის პატიოსანი ხელისუფლება, რომელიც ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენ კონკრეტულ საკითხზე საუბრობთ, ჩვენ აზოგადებს და მე მინდა რომ დეტალები დავაგრძელოთ თქვენ დღესაც დავასრულებ თუ შეიძლება უარესი გააკეთეს და ორი ადამიანი ეხა აიყვანეს ის ადამიანები ვინც იღებდა მონაწილეობას ამ საპროტესტო აქციაში. ეს გზა ხელისუფლებისთვის არ საითკენ არის. დასრულებულია ეს ხელისუფლება. ან ვერ უყურებდით და ვერ უსმენდით როგორ იქცევია. თურმე არ უსაუბრიათ უღრმესი პოლიტიკური კრიზისია სახელმწიფოში და ქართული ოცნების უმრავლესობას შეხვედრის დაწყებამდე საუბრობდა რომ დიახაც მთავრობაში ცვლილებები და მე იქ მივიდა ეთქვა ბიძინა ივანიშვილი, მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი 6 თვის თავზე თურმე მთელი 3 საათი იმაზე საუბრობდა რომ თურმე ხალხს როგორ უჭირსო. გაეროს ფონდს რო არ დაეწერა ის ანგარიში და არ ეთქვა რომ გაორმაგდა სიგარიბე გაიზარდა ორჯერ არ იცოდა ბიძინა ივანიშვილმა. თავდება შეხვედრა გამოდის და ერთი 1000-ს მეორე 1000-ს ქუცრაშვილი ამბობს დიახაც საუბრობდით. გადადგომა იციან რომ კრიზისია. მე როგორც მათყობინებენ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბატონიკა ინფორმაცია რომელიც თქვენ პირდაპირ ეთერში გააშუქე მოყევით ახლა რამდენიმე წუთის წინ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკვლევა და ჩვენს ბუნებრივია ველოდებით რა შედეგი დაიდება. საზოგადოება ყველას აბსოლუტურად ხაც ყველას აბსოლუტურად ხახნო კითხვაზე მოისმინეთ რომელიმე ქართული ოცნების განცხადება იმასთან დაკავშირებით გუში რა მოხდა იქა მე ველოდების სტუდიაში ქართული ოცნების წარმომადგენელს და მას დავუსვამ ყველა კითხვას ბატონიკა ჩვენი საუბრის ბოლოს ძალიან თქო თქვენ განსაკუთრებით მესმის დღეს ხართ ხელისუფლების სასარგებლოდ მომუშავე ადამიანი მაგრამ ხვალ ნამდვილად შევწყვებათ რა ბატონიკა არა ვერ დაგეთანხმებით 2018 წელს ბატონიკა ერთი წამი თუ არ მომცემ კითხვების დასმის უფლებას ესე არ გამოვა მონოლოგია უბრალოდ და მე გისმენ საკმაოდ დიდი ხანია რა ხდება ეხლა ჩვენ ვიდრე საუბრობთ მესმის ხო ისაუბრეთ ამაზე შეცდომა იყო ჩემიც და ყველა პოლიტიკოსის ვინც გულწრფელად თulis რომ უნდა დამდგარიყო აქტიურად უნდა ყოფილიყავით ბოლომდე ჩართულები ბატონიკა გასაგებია თქვენ ჩართულობაზე საუბრობთ თუმცა ეს არის სამოქალაქო პროტესტი რომელიც უნდა მოედოს ქვეყანას მანამ სანამ ყველები არ დაიჯება ძალიან მარტივია ტრაგიკულია მაგრამ ძალიან მარტივი მოცემულობაა სამოქალაქო ბატონი გახარია რომელიც გუში სამოქალაქო პროტესტზე საუბრობთ ამ კონტექსტში კითხავ ზაზა სარალიძეს რეალურად სოლიდარობას უცხადებს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მათ შორის მეც და ნებისმიერი ადამიანი მიუხედავად იმისა რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკური აქცია სწორედ ამ სენსიტიური თემის გარშემო დაანონსა მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მივიდა ამ აქციაზე. რამე ჩემზე მეტად გააკეთეთ. ზალიკო უდუმაშვილზე მეტი გააკეთეთ. ერთი წამით ბატონიკა მე არ ვარ ადრესატი ამ კითხვების ხო? მე გეკითხები რატომ არ გამოვიდა ადამიანები ხო არ იყო თქვენი პარტიის შეცდომა ის ხო არა რეალურად შესუსტა თქვენი პარტია. კარგით რა შესუსტა თქვენ გონიათ ეხლა რომ შესუსტა? ეს ფაქტი არის რომ ხალხი არ იყო ბევრი ხო მიუხედავად იმისა რომ მაღალია მხარდაჭერა სარანგიპასუხებთ ეხა გიპასუხებთ 10 დღის განმავლობაში არაერთი მრავალათასიანი აქცია გაიმართა სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა სახით და შეგახსენებთ თქვენ განსაკუთრებით 2007 წელს როდესაც 2 ნოემბერს გამოვიდა 35000 კაცი მაშინ ხო დიდი მუხტი იყო და არ მოწოდოთ ხელისუფლება 5 ნოემბერს იდგა 70 კაცი და 7 ნოემბერს იდგა 20 კაცი და ხელისუფლება მაშინ ჩათვალა რომ იცით რა დაიღალა ხალხი ვინც პროტესტს აცხადებს და მორჩა გადავტეხეთ წელში და რა მიიღეს შედეგად შუა ზაფხულში ეხლა რის იმედია გეტყვით ეხლა ქართულ ოცნებას შუა ზაფხულია ფიქრობენ ადამიანები შიდა მიგრაციას აქვს ადგილი აგერ კარს მომდგარი არის სოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ეროვნული გამოცდები და ილაჯი გამოელევა ტარაკათი გამოელევა მამებსაც ასე თქვენ ნაციონალურ მოძრაობასაც სხვა პარტიებსაც საზოგადოებრივ აქტიურ წევრებს და გადავაგორებ მაგრამ აგერ თქვენ და აგერ მე და ნახოთ ხო გვექნება შესაძლებლობა ბევრჯერ შეხვდეთ რამდენი აქცია ჩატარდა წვიმაშიც იდგნენ ხალხი და რეალურად თუ ესეთი სუსტები ვარ და თუ ნაციონალური მოძრაობა ტოქსიკურია ტოქსიკური იცით რა ვინ რა ხდება დიახაც ტოქსიკური იცით ვინ არის ის ვინც საუბრობს თითქოს იქ იმიტომ არ მინდა მისვლა რომ იქ ვიღაცა დგას უნდათ გამოვაცხადონ ტოქსიკურად
ის ადგილი, სადაც ზაზა და ბატონი მაჩალიკაშვილი აპროტესტებს, ის ადგილი და ფაქტის სახეზეა, ვინც აპროტესტებდა და აქტიურობით გამოირჩეოდნენ, თუ შეიძლება ყველას აკავებდნენ. მადლობა ბატონო. ყველას აკავებდნენ. აბა ნაციონალური მოძრაობის ძალა ხელისუფლებამ როვიცის, იმიტომაც გვებრძვიან 6 წლის განმავლობაში და დიახაც, მიხარია, დიახაც ამაყივარ რომ რაც შეიძლება და თავს გადავდე ბოლომდე და დაუდგები ზაზა სარალიძეს, ეს არის ჩემი მოქალაქეობრივი ვალიც. და რა თქმა უნდა განსაკუთრებით როცა პოლიტიკაში ვარ და ყოველთვის ვაკეთებ და გავაკეთე და ბოლოს ძალიან ვთქვათ დაინტერესდით რა ხდება ეხლაც აკავებენ უკვე დავინტერესდით და ბუნებრივი ამ ინფორმაციას ქართული ოცნების დიახაც ქართული ოცნების მარნეულის ორგანიზაცია რა გაუკეთა მოქალაქეს რომელიც ოპოზიციად განწყობილი იყო ამითაც დაინტერესდა მოხდა და გათავდა იცით რა ეს არის ნაციონალური მოძრაობის გასაკეთებელი საქმე ყველა ღირსეული ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი ახალი საქართველო იქნება ვინც არ უნდა იყოს ყველას გასაკეთებელი ყველა იქ უნდა ვიყო ხო ხედავთ რომ არ იმუშავა იმდენად გაკადნიერდა ხელისუფლება პროპაგანდა აუგორეს თურმე დათუნა სალარიძე უმოწყალოდ მოკლული ყოფილა ხულიგანი და ფულს ძალავდა კაცებზე არა ამ თემაზე ნამდვილად არ მსურს საუბარი ჩვენ სალარიძეების ოჯახს უცხადებ ხარდაჭერას და ყველანი ველოდებით გამოძიების შედეგას არ გამოგივათ ხახნო არ გამოგივათ, არაფერი არ გამოვა, სანამ ყველები და ყველების ფარველები არ დაიძებიან. ჩვენ ამაზე ვითხოვთ პასუხს. ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის ლიდერი იყო გადაცემის პირველი სტუმარი და მე